Საქმე-რადიოს დაკვეთით. ლენინის ორდენასანი კინოსტუდია გრუზია ფილმი მეორე შემოქმედებითი გაერთიანება წარმოგიდგენთ. ასეც ხდება. სცენარის ავტორები რევაზ მიშველაძე და ვალერიან კვაჭაძე. დამდგმელი რეჟისორი ვალერიან კვაჭაძე. დამდგმელი ოპერატორი ნიკოლოზ სუხიშვილი. დამდგმელი მხატვარი ჯემალ მირზაშვილი. კომპოზიტორი გივი გაჩეჩილაძე. ფილმის დირექტორი ლერი მოსერიძე. შარვალი. როლებში გოგი ქავთარაძე, კარლოს აკანდელიძე და გია აბესალაშვილი. ნინა კაპიტონ გაიღვიძე კლიენტია შარვალი მზადა? რა შარვალი? შენ როდის უნდა მოსულიყავი? გუშინ საღამოს. კუბოგრული ნაჭერი არა? ხო. გამახსენდა 32 მანეთიანი, დიახ. მზად არის ახლავე. აჰა. მოიზომე. ეს რა შარვალია? მობზანდით თუ შეიძლება. არა? რა იყო, რამე არ მოგწონთ? მითხარით, თქვენ თვითონ ასეთ შარვალს ჩაიცვამდით? რატომაც არა? შენ ხომ მითხარი ქვემოთ 20 იყოსო? 20 არა. ზუსტად 20-ია. ზემოთ? შეხედე. ზემოთ ჯიბეებს შეხედე. ხედავ როგორ იბერება. აი შეხედე, ნაოჭებს იკეთებს. რა ნაოჭებს? ხელობის სწავლა ჩემ შარვალზე თუ გინდოდა გეთქვა და რამე იაფასიან ნაჭერს ვიყიდი. ეს რა ჯანდაბაა? მაწვილო, დაფიქრდი და ისე ილაპარაკე. უკაცრავად. არა, გაგიჟდები. არსებობს სადმე ისეთი კაცი რომ შარვალი მოერგოს. არა მგონია. ერთი შეხედეთ. მითხარი რა ქვია? რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვია? დაუშვათ ოთარი მქვია. რა იცვლება ამით? ოთარ სიმართლე მითხარი, შარვალს პირველად იკერავ? არა მეორედ. ოთარ, გეხვეწები არ მომატყუო. ატელიეში პირველად ვიკერავ. ქუთაისშიც პირველად ვარ. სოფლიდან ახლახან ჩამოვედი. არა, გამახსენდა. 10 წლის წინ აქ ჩემ ძმას შემოვყევი და ძალიან არასასიამოვნო სცენა შევესწარი. რა სცენას? ჩემ ძმამ შავლის გაფუჭებისთვის მკერავს თავი გაუჭეჭყა.
რას მიბრიალებ მაგ თვალებს? აქ არავის ეშინია შენი გადმოკარგლული თვალების. ჯობია იმას მიხედო, რაც მობლანდე. გესმის თუ არა? ბიჭო, დღეს სუთ ხასიათზე გაიღვიძე თუ რა გჭირს? ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე. არ გამამხეცო. შენ გამო ციხეში ვერ წავალ, სირცხვილია. გამხეცდი და რაც გინდა ისქენი. რას მოიგები მასაც ნახავ. რა გონია, ჯიბეში ხელებს შავიწყობ და ყურებას დაგიწყებ თუ რა? ერთ ისეც გლეწავ, მაგიდის ქვემოდან ნაწილ-ნაწილ გამოგიტანე. მომისმინე ყმაწვილო, ვიღაც მკერავი ვნახე და შეურაცხყოფას იმიტომ მაყენებ, არა? არა. რის მკერავი? მკერავობა ვინდა გაბრალა? შეხედე? ასეთი შარვლის შეკერვას მკერავი როგორი კადრებდა? ეთყობა მე შექმემ შეკერა. შენმა ძმამ იმ მკერავს რა გაუკეთა? ყრუებისთვის მამალი მეორედ არ ყივის ბიძია. კაპიტონ, რას აკეთებ? ახლა ამ უთოთი თავს გაგიჭეჭყავ. კაპიტონ, დაწნარდი. კაპიტონ. გამიშვით. ყველა კლიენტს ასე უთოთი თუ დაუწყებს, დევნას უთოები არ ეყოფათ. დაწნარდი, კაპიტონ. გაიყვანეთ აქედან. მოდი აქ, მოდი. ამას უყურე. ახლა ვასწავლი როგორ უნდა მელაპარაკოს. უფროს კაცს პატივს არ ცემს. ცინგლიანო. ვინ არის შენი ცინგლიანი? შენ გაჩვენებ. შენ ხარ. ლანძღვა შეეშვი, თორე მართლა დაგარტყამ. მართლა ცინგლიანი ხარ. რა გაყვირებს? ახლა ვენახავ. გაჩუმდი მეთქი. ახალგაზრდა, ყმაწვილო, ხელი გამიშვი. კაპიტონ. გამიშვით. თქვენ მარტო გამიშვით. გაიყვანეთ ეს კაცი აქედან. დაწნარდით, ყმაწვილო. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს. დავხედო. ახალგაზრდა. შარლის გულისთვის ორმა ქართველმა კაცმა ერთმანეთს ყელი უნდა გამოღადროს. ამაზე დიდ სისულელეს ვერავინ მოიფიქრებდა. უზრდელი, შენ რაღა დაგემართა. წადი შენ ადგილას. მიბრძანდით თქვენ მაგიდებთან ყველანი. ჟორა, შენ წადი. როგორ შეიძლება პატარა რაღაცისთვის ამ ხელახმაურის ატეხვა? თქვენ ხომ ხედავთ რას გავს? ფეხქვეშ მიწა გამისცეს თუ ახლა ტყუილად ჩხუბობდე. შეხედეთ. ბოლო შარვალი, ასე წვრილმაზე ნერვებს რატომ ეშლე? კარგი სიტყვა პასუხი უფრო მნიშვნელოვანია რომ იცოდე. მომისმინე, ახალგაზრდა კაცი ხარ. უფროსებს პატივი უნდა სცე. უფროსი თუნდაც ცდებოდეს, უნდა დაუთმო. ხანდახან მაინც. ვერ გამიგია ეს ახალგაზრდები რამ გადაგრიათ? მათ ჩვენ ერთი რა არ მოგწონს. რისთვის დაიწყე ჩხუბი? ნახე. რას ქვია რისთვის? ეს სულ უბრალო საქმეა. ამას მოვაშორებთ, ჩავკერავთ, ჯიბეებს გავასწორებთ, ჩავდგამთ, ჩავავიწროებთ. წელს ცოტა ავამაღლებთ და ისეთი შარვალი გექნება ყველა შენ შემოგნადრებს. შენ თვითონ მოხვალ და მადლობას გვეტყვი. ამ პატარა ნაკეთს გავაკეთებ. 2 საათს გაისეირნებ და მოხვალ. ყველაფერი გამზადებული დაგხვდება. წადი გენაცვალე, წადი. წადი გაისეირნე. 2 საათში დაბრუნდები და ყველაფერი დაგხვდება. მიდი გაისეირნე. წადი. მიდი. ჩემო კაპიტონ. შენ რაღა რამე რაღა. რა, შენ რა დაგემართა მეთქი? ამ ხელა კაცმა უნდა იცოდე ვის რა უთხრა. რა უნდა მექრაკისერზე დამესვა? ლაწირაკი. ადამიანურად დაელაპარაკე მეთქი. არ შეგიძლია? კლიენტი 1000-ნაირია. ყველასთან საერთო ენა უნდა გამონახო. სხვა კლიენტები რატომ არ ჩხუბობენ? დღეს 4 შარვალი ჩავაბარე პატრონს. ყველა კმაყოფილი დარჩა. ბიჭი რომ დაბრუნდება, მე თვითონ მივხედავ. შენ არც გამოჩნდი. იქ დადექი და შორიდან გვიყურე. ამ შარვალს რა უნდა მოუხერხო აზრზე არა ვარ. გვერდებში ხომ არ ჩავგერო. მაგით ვერაფერს უშველი, ძალიან დაგიმოკლებია. რას გეუბნები? ადგილზე დადე მეთქი. ხელი არ ახლო, ასე იდოს. ამას მე მივხედავ. კმაყოფილის დარჩება და მადლობასაც მეტყვის. კინწის ქვით უნდა გამეგდო ეგ თავხედი. თორემ ცუდად შეკერილი რომ არის, ეს მეც კარგად ვიცი.
მოდის. შარვალი მომეცი. მომეცი ჩქარა. შენ წადი. წადით. ხელს ნომიშლეთ. მოხვედი? სად იყავი ამნახანს? 1 საათის წინ დავამთავრე. ყველა საქმე გადავდე და შენ შარვალს მივხედე. აბა წადი მოიზომე. ჩუმად ვიქნები. მაგრამ შენ თუ ეჭვი გეპარება, წადი და შენი მეგობრები მოიყვანე. ვინმე მამ შარვალს პატარა დეფექტიც რომ უპოვოს, კაპიქს არ გამოგართმევ. ჩემ ხარჯზე კიდევ ერთ შარვალს შეგიკერავ. უფასოდ. მამია, მოდი ნახე რა შარვალი შევკერე. ხომ არის საგამოფენო ეგზემპლარი? 10 წელი ასეთი რამ არ შემიკერია. მოიცა, ეს შარვალია? ხო. არ გამაგიჟო, წელში ჩაავიწროვე. წელშიც და უბეშიც. ჯიბეები გავასწორე და მანქანით თავიდან ჩავაგვირისდე. არ მომწონდა, შარვალს ქვემოთ ეკაჩებოდა. მესეგ არ მინდოდა? არა, თუ ეჭვი გეპარება, ვისაც გინდა კითხე. მაგარი შარვალია, წადი ახლა გენაცვალე, წადი. შესანიშნავია, არა, რას ამბობ? ფული არ მინდა, არ დამანახო. გენდობი ჯერ მეგობრებს აჩვენე და გითხრან კარგი შეკერილია თუ ცუდი. ვის რა უნდა ვაჩვენო? მამია შეუხვიე. მეც ხომ ხედავ რა კარგია. თვალები არ მოქვს თუ რა? ძალიან მოგიხდა. დიდი მადლობა. ხომ მოუხდა? ატელიაში პირველად ხომ არ ვიკერავ? მართალია, მართლა კარგი შარვალია. მე თვითონაც მიკვირს. ასეთი როგორ გამომივიდა. აი გამომართვით. არა, ეგ ფული არ მჭირდება. არა ვიღებ. ამით იარე და თუ მოგეწონება, მერე გადამიხადე. ფული არ არის თავარი. მერე გადამიხადე. გამომართვით უძმახარ, გადაკეთებისას დაიტოვე და დანარჩენი მას მიეცი. მართალია, შვიდობაში, აბა კარგ ამბავში. მართლა ინტრიგანი ხომ არავა? აბა მაგას ვინ გაკატრებს? ზედმეტი არაფერი მომითხოვია, თვითონ გაიგიჟა თავი. ინტრიგანი აღარ გამაგონა. არ ხარ, არა, ნახვამდის, არ მეგონა თუ ასეთი შარვალი გამოვიდოდა. კარგად. ხშირად გამოგვიარე. გამარჯობა. მე მგონი ერთმანეთს სადღაც შევხვედრივართ. გამორიცხულია პირველად ხედავთ.
მართლა? გავიცნოთ ერთმანეთი, მე ბახვა მქვია. ლუიზა. სად წავიდეთ, ლუიზა? სადაც გინდათ? ისე რომელი საათია? 4. ნახევარ საათში სამსახურში უნდა ვიყო. დრო თუ არ ქონდა, რატომ გააჩერე მანქანა? ხომ გითხარი, ნაცნობი მეგონე, ვიფიქრე წავიყვან მეთქი. რომ არ ჩქარობდე ერთმანეთსაც გავიცნობდით და ბედი არ მქონია. იცი რა, მუზეუმთან მიმიყვანე და ჩემი გზით წავალ. და სხვა დროს სად უნდა გიპოვო, ლუიზა? სხვა დროს? ჩემს ცოლად მოყვანას ხომ არ აპირებ? უბრალოდ კითხე. ტელეფონი არ გაქვს? ტელეფონი კი არა, ღამის გასათევი არ მაქვს. არა? ხან ერთ მეგობართან ვრჩები, ხან მეორესთან. ჩემს მეგობართან ხომ არ წაგიყვანო? სიმპათიურია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ეს კაცი არ გაწყენინებს. მარტო ეგ ხომ არ არის. ცოტათი მაინც ხომ უნდა მომეწონოს. მოგეწონება. სოსო. რა მოხდა? კარგი გოგო მოვიყვანე. ჩამოდი. რასელოდები, ჩამოდი. ახლა არ შემეძლია, გესმის? რატომ? მოსწავლეები მყავს. ერთ საათში გამოიარე. ჩემთვის კი არ მინდა, შენთვის მოვიყვანე. ჩემთვის როდის გიწვალია ამდენი? გეფიცები აი ასეთია. აი, ერთ საათში მეთქი. მეტი საქმე არ მაქვს თუ რა გონია? ან ახლავე წაიყვან, ან თავი დამანებე. ბახვა. გივი, წამომყევი. ბახვა, შემოდი. გოგო მოგიყვანე. აი ასეთია. წამოდი. კარგი, ნუსულელობ, შემოდი. მართლა გეუბნები, მანქანაში მიზის. კარგი გოგოა. დროზე მეთქი. რა გაყვირებს სიდედრი შინარის? მითხარი, ვინ გოგოა? გადამრევს ეს კაცი. გოგო კი არა, ოქროა. სიდედრი ერთ საათში წავა. ოდა ძალიან კარგი, დაფიქრდი. მშვენიერი დღეა, ჩაიცვამ ცოტას გაისეირნებთ, მერე სიდედრი წავა და თქვენს დაბრუნდებით. მიდი, რაღაც ელოდები. მოიცავ, ნახო რა ხდება. არაფერი არ გამოდის. ახლა მეუბნება არ სადაც არ წახვალო. მე რაღაც მაბრიყვებდი. მომისმინე. 1 საათის მერე მოიყვანე. 1 საათი რომ მქონდეს შენთან მოვიყვანდი? ძმაკაცები არა ვართ, ცოტა აზზე მოდი. მაჯანკალი ხომ არ გონი ვარ?
გამარჯობა. გამარჯობა. უკაცრავად მურმანი საცხოვრობს. ულვაშაა. ცოტა კოჭლია. ახალი მობინადრე? დიახ. კუთხეში კიბეზე ახვალთ და მეორე სართულზეა. აქეთ? დიახ. მადლობ. ახლავე ამოვიყვან. მომისმინე? მოიცადე, ასე ხომ არ შეიძლება. იმ გოგოს არც ვიცნობ. ჯერ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ. ო და ახლა გაიცნობ. ბახვა მოიცადე მეთქი. მითხარი რა გოგოა, იქნებ ჩემთან ლაპარაკი არც მოუნდეს. მოუნდება, თანაც როგორ მოუნდება. მიდი, ყველაფერი გამზადე. ახლავე მოვიყვან. გადამრევს ეს კაცი. მოიცადე, როგორ არ გესმის? ბახვა, რა იყო? ის თუ იცის, ვისთან მოიყვანე. ჩემზე რა უთხარი? რა და ჩემი მეგობარია მეთქი. კარგი ბიჭია და შენ გაცნობაზე ოცნებობს მეთქი. და იმან რა გითხრა? თანახმა. ნაღდი საქმეა. არი ნერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. არი ნანებ. ეს მურმანია. ხატვარი. ეს ლუიზა. ძალიან სასიამოვნოა. მე წავედი. ნახვამდის. შემობრძანდით. ახლა. გთხოვთ. თუ შეიძლება პალტოს გამოგართმევთ. დაბრძანდით. მადლობთ. ხომ არ გწევათ? არა, არ მწივა, ამაზე არ ინერვიულოთ. ალბათ სიცივეს ვერ გრძნობთ, იმიტომ რომ ქუჩიდან შემოხვედით. თორემ ჩემთან საკმაოდ გრილა. საინტერესოა დღეს რამდენი გრადუსია? ალბათ 0 იქნება. ვითომ ასე ცოტაა? ო, ძალიან მაღალი ტენიანობაა. სად ცხოვრობთ? სად ვცხოვრობ? სახლში ვცხოვრობ. თუ რა თქმა უნდა ამას სახლი ქვია. ერთ ოთახში 12 ვართ. ალბათ სწავლობთ. კაცი იფიქრებს, რომ ინსტიტუტებში მარტო მემელოდებიან. არ მუშაობთ? რა? საანკეტო მონაცემები გაინტერესებთ, მაშინ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. არა, რა საჭიროა. მამა ჩემს დაბადებამდე თავი ჩამოიხრჩო და არავინ იცის ეს რატომ მოხდა. ახლა რომ ჩამოიხრჩო თავი ჩემს შემხედვარეს, მიზეზი მაინც მეწოდინებოდა. რატომ? არა, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
თუ არ გეწყინებათ, ცოტა ხნით დაგტოვებთ. მაპატიეთ, ცოტა დამაგვიანდა. რაღაცები მოვიტანე. ახლა ვახშამს გამომზადე. სამწუხაროდ სხვა არაფერი იყო. ერბო კვერცხს შევწო. მე გავაკეთებ ამას. და შეიძლება ხელების დაბანა. პირდაპირ და მერე მარჯვნივ. ტაფა და მარილი მჭირდება. რაზე გიღიმება? ასე მგონია, თითქმის მთელი ცხოვრება ასე ვსხედვართ. მართლა მხატვარი ხარ? ო, რეტუშორი. ეგ რა არის? ძნელია სახსნელია. ნეგატივზე კონტურები უნდა შემოვხაზო, რომ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს. მერე ამ ნეგატივებიდან ფოტოებს ბეჭდავენ. უკვე გვიანია. ჯობია წავიდე. ალბათ შენ დაბრუნდები არა? არა, შენ არაფერი მესაქმება. ერთი თვე აიქ აღარ ვცხოვრობ. ღამეს მეგობართან ვადებ. ახლა მასთან წასვლას ვაპირებ. უხერხული არ იქნება. ალბათ უკვე წინავს. ჩემთან დარჩი.
დილა მშვიდობის. ღმერთთანო თუ ასეც ხდება. ლუიზა, უკვე სამსახურში მაგვიანდება. ალბათ დავეთხოვები და 2-3 საათში დავბრუნდები. წასვლას თუ გადაწყვეტ გასაღები, ტილოს ქვეშ კართან დატოვე. მე ყოველთვის იქ ვტოვებ ხოლმე. ძალიან მომწონხარ, ლუიზა. ძალიან. მე წავედი. საქმე მაქვს და ადრე წასვლა მინდა. რაც დამრჩა, ხვალ დავამთავრებ. შეიძლება?
არის აქვინმე? გამარჯობა, კალბატონო. გამარჯობა. რამე ხომ არ მოხდა? არა, ნუ გეშინიათ. ერმინე სახამბერიძის მეუღლე ბრძანდებით? დიახ, მე ვარ, რა მოხდა? არაფერი, კალბატონო.
ხომ გითხარით, თქვენთან გასაუბრება მინდოდა. მაგრამ თუ არ გცალიათ, ხვალ გამოვივლი. ახლა მოცლილი ვინაა ბატონო, მარტო ისინი, ვინ სასაფლაოზია. მობრძანდით. მობრძანდით, გთხოვთ, შემოდით. გამარჯობა. მობრძანდით. აქ ცოტა არეულობაა ბოდიშს გიხდით. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არა უშავს. როცა ამდენი ბავშვია სახლს ვერ დაალაგებ. ახლავე. ნუ ტირი. დაბრძანდით, გთხოვთ. ნუ შეწუხდებით. თუ შესაძლებელია თქვენთან მარტო დარჩენა მინდოდა. ღმერთო. არ შეშინდეთ, ქალბატონო. მე გიგა ხაჭიძე ვარ, იქნებ გაგიგიათ მუზეუმში ვმუშაობ. ხიდთან ვცხოვრობ, საკმაოდ ახლოს მეორე სახლში. ხელმარჯვნივ. შეიძლება ითქვას, რომ მეზობლები ვართ. უშანგიჭედია, გაგონილი გექნებათ ალბათ. კი, რა თქმა უნდა, გამიგია, დალაქია რა? დიახ. ვიცნობ. ქალიშვილიც გაათხოვა ახლახან. დიახ, მართალია. კარგი გოგოა. ხო, მაგრამ ქმარი არ შეხვდა კარგი. რა სიზამ ბატონო? არ უნდათ ეგ ქორწილი, მაგრამ ბედსად გაეკცევი. ისე რა გოგოა, რა გოგო, გადასარევი. თუ შეიძლება, ბავშვები გაიყვანეთ. ახლავე ბატონო. აბა, შედით სახლში. მიდით. სახლში შედით. კარგი რა, დედა, არ გვინდა. დროზე, თუ არ დაგიძახეთ, არ გამოხვიდეთ. თქვენც ხომ ხედავთ პატივცემულო, ამოსუნ თქვას არ მაცლიან. რა ქვიათ? პისტი მქვია ბატონო. ძალიან სასიამოვნო. ერთმანეთიც გავიცანით. დაბრძანდით, ქალბატონო. ნუ წუხდებით. ქალბატონო პისტი. ეს თქვენი ფულია. ჩემია? გამომართვით. დათვალეთ თუ შეიძლება. ფულს თვლა უყვარს. აქ 1000 მონეტია. მართალი ბრძანდებით. ეგ ფული თქვენია და როგორც გნებავთ ისე დახარჯეთ. ჩემი არ იყოს, არც თქვენ ხართ ძალიან მდიდარი. ეგ ფული თქვენთვის ზედმეტი არ იქნება. რას გააკეთებ ამ ფულით ჩვენს დროში? 1000 მონეტი ჩვენს გაჭირვებას რას უშველის, მით უმეტეს 5 ბავშვი ყავს. ისე რომ იცოდეთ, პატიოსანი ხალხი ვართ. 8 წელი აბრეშუმ სართავ ფაბრიკაში ვმუშაობდი. და 8 წელი ხელებიც ხელი წყლიდან არ მომიღია. პარკებს ჭიას ვაცლიდი, შეხედეთ ბატონო, რას მიგავს ხელები, შეხედეთ. ამას წინათ ჩემს ქმარს ავარია შეემთხვა. მას მერე მანქანას აღარ აძლევენ. რა ვქნათ? წავიდა და დარაჯად დაიწყო მუშაობა. დარაჯს რა ფული აქვს, თქვენც ხომ იცით? მომისმენთ. 1000 მონეტი რაღაც გროშებია. რამეზე რომ წაგვადგეს ის ფული არ არის, არა. შეხედეთ. სახლი გვენგრევა, სახურავიდან წვიმა ჩამოდის. როცა გარეთ წვიმს, ჩვენთანაც წვიმა მოდის. ბავშვებს პირდაპირ საწოლში აწვიმთ. პატივცემულო. ჩემი ქმარი კი არხეინა დადის, ვერაფერს შეაგნებინებ. ის ავარიაც თავისი არხეინობით მოუვიდა. კაცხის გზაზე მიდიოდა მანქანა აღმართზე გააჩერა და ბოდიშს ვიხდი თავის კაცურ საქმეზე ბუჩქთან გადავიდა. მანქანამ კი რა იკადრა, ვერც წარმოიდგენთ. დაგორდა და გადატრიალდა. უფსკრულში გადაიჩეხა. ვინმე წარმოიდგენდა ამას? უკაცრავად. ალბათ ძალიან გაოცდებით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ფული ჩემგან მორთმეული საჩუქარია. საჩუქარი? თქვენ ოჯახს ვჩუქნი. ისე უბრალოდ. რამეთი მაინც რომ დაგეხმაროთ. სამწუხაროა, მეტი არ მაქვს თორემ. მოკლედ, სულ ეს არის. შვიდობით. და ეს ამბავი არავის უთხრათ. ძალიან გთხოვთ. ძალიან.
ია, როგორ ახარ? გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა, უშანგი, როგორ გიკითხო? შენთან ვიყავი 1 საათი ეზოში ვიჯექი. მოვისმინე, ხეები ძალიან დაგიბერდა. ხეები კი არა, ჩვენ თვითონ დავბერდით. არა, სხვისი არ ვიცი და სიბერი შენ არაფერი გეტყობა. გავიგე, ახალი საქმე დაგიწია. რა საქმე? არ ვიცი, რაზე ამბობ? ფულს არიგებ თურმე? კი, ვარიგებ, მერე რა? არაფერი, იმედია მომგებიანი საქმეა. კი, ძალიან მომგებიანია. კარგია, მაგას რა ჯობია. იმ ქალს ხომ მთხოვე არავისთან ეთქვა. კარგი, ნუ ღელა ახლო ნათესავები ვართ. მაგის სიხმარი ჩემი გარები ძაშვილია. ბერავინ გაიგებს, გპირდები. არ მინდა ხალხმა ჭორაობა დაიწყოს. სულ არ მჭირდება, გესმის? რა თქმა უნდა. საქმეზე თუ ხმაური ატყდა რა საქმეა, როგორც წესი ცუდად თავდება. ეგ ვიცი, მაგრამ საქმეში ერთი კაცი მაინც ხომ გჭირდება. რაზე ლაპარაკობ? გჭირდება. კი, შენიანი ერთგული სანდო. უშანგი, მეხუმრები? სანდო კაცი რა შემჭირდება, ფულსი არ ბეჭდავ. დამიჯერე გიგა, სამარე ვარ, სამარე. ჩემზე უკეთეს ვერ იპოვი. პირველი დღე ხომ არა რაც მიცნობ. შენ სუდად ხომ არა ხარ? შენთვის ზრუნავ. თქვა დაგიჭირეს. გარეთ ხომ უნდა დაგჭეს კაცი, ვინც ყველაფერს მიხედავს. ციხეში ამანაც მაინც მოგიტანს. ამანაც? თანახმავარ 3%-ზე ვიმუშაო. რა პროცენტებია, უშანგი? იცი მაგ ფულს 15 წელი ვაგროვებდი. ვისთვის? ჩემთვის რა საკვირველია? ესე იგი 15 წელი შენთვის აგროვი და ბოლოს ვიღაც სახამბერიძეებს აჩუქე? როგორ გამაცინე? გამონაგოში ხომ უნდაერიო სიმართლე? უშანგი, დედა ჩემი საფლავს გეფიცები. არ დაიფიცო, მაგას ვინ დაგიჯერებს? ახლა რა საპირე? ისევ შეგროვებას დაიწყებ? მაგ საქმე შეეშვით, თორემ სახამბერიძეებს დიდხანს მოუწევს ლოდინი. მაინც არ გჯერა. ჯერა? რატომაც არა, შენ თვითონ თუ გჯერა, მეც დავიჯერებ. მაგრამ საქმეში თუ შემიყვან, ყველაფერში მხარში ამოგიდგები. ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. კარგი. დაიმახსოვრეს. რა უცნაური ხალხია. იცი უშანგი დღეს რა მითხრა? ჩემზე საიმედო კაცს ვერ იპოვიო. 3%-ზე ვიმუშავებო. გაგიჟდა ეთყობა. არ მოგშივდა? მე ძალიან. ახლავე რაღაცას გავამზადებ. ერთი და იგივე 100 ჯერ გაუმეორე. მაინც ვერ გაიგო. წარმოგიდგენია? მე მიწახით? ერთი წუთით. მე? ოჰო. ახლავე დავამთავრებ და დამელოდეთ. კარგი. მაშასე, ახლა ზემონაწილის რესტავრაცია მიმდინარეობს. ტაძრის საძირკველთან კი კედლის თავდაპირველი წყობაა შემონახული. თუ შეიძლება უჩემოდ დაათვალიერეთ, რამდენიმე წუთით დაგტოვებთ. ბოდიშს ვიხდი. მაპატიეთ. გამარჯობა. ისმენთ. ერმინე ვარ მე, სახამბერიძე. ძალიან სასიამოვნოა ერმინე. ერთმანეთი გავეცნოთ. დაბძანდით. არა, არ მინდა. იმ ფულისთვის თქვენ რომ მოგვიტანეთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ რაღაცის გარკვევა მინდა. დიახ. ბოდის გიხდით, რომ აქ შეგაწუხეთ. რა შეწუხება, არსად არ მეჩქარება. შინ არავინ მელოდება ძაღლის გარდა.
მხოლოდ ძაღლია. ჩემთან ყველაფერი პირიქითაა. ერთი წუთი დასვენება არ მაქვს. ძევილი, კივილი, ანახან თავის აგიჟეთში მგონია. როგორ ამბობთ ამას? 5 შვილი დიდი ბედნიერებაა, ერმინე. შემეშვით უღმერთი გწამს. გიგლა რა? გიგა ხაჩიძე. ო, გიგა ხაჩიძე. მამა შენი ვინ იყო? თქვენ არ გეცოდინებათ ახალგაზრდა მოკვდა. ღმერთ მაცხონოს. ო, 1000 მანეთი რა თქმა უნდა ცუდი არ არის, მაგრამ უკაცრავად რა ბრძანეთ? აი რა. მე ეგთან ხარ მაწყობს, გესმის? ჰა. რატომ ამბობთ ამას? იმიტომ რომ მე მეკუთვნის. ჩემი ძროლი აბრეშუმ სართავში 8 წელიწადს იწყვეტდა. დუღარეში ხელის ჩაყოფა იცი როგორია? მე მძღოლი ვარ და დარაჯა დამაყენეს. ისინი მანქანის დაბრუნებას თუ არ ფიქრობენ, მეტი უნდა გამოეგზავნათ. ვინ ისინი? უფროსობა. უფროსობა რა შუაშია? ო, მეც მაგის გარკვევა მინდა. რა არის გასარკვევი? მაგასაც ნახავ, ყველაფერს გავარკვევ. მაგათ კაცის გაგდება ადვილი საქმე გონიათ. 1000 ვარა? 1000 მეყოფა რომ ბავშვები ფეხზე დავაყენო. შემგან რა გინდათ? შენგან არაფერი. იმათზე ვამბობ, ვინც ფული გამომიგზავნა. რადგან მძღოლი ვარ, ამ ცხოვრების არაფერი მესმის, არა? მომისმინეთ, შემეშვი. ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით მომისმინეთ. შემეშვი თუ ძმა ხარ, თავი დამანებე. უფროსობასთან მე საერთო არაფერი მაქვს. რას მეუბნები? ჩემი პირადი დანაზოგი გაჩუქეთ. გასაგებია ეს თქვენთვის, მეუღლემ არაფერი მოგიყვათ. მითხრა. მაშინ რა არის გაუგებარი? ახლა სხვა რამეს გეუბნები. ფული თუ გამომიგზავნეს, მაშინ რაღაც ქვითარიც უნდა იყოს, ან საბუთი ხელი რომ მოვაწერო. ისევ თქვენსაც ამბობთ, ბატონო ერმინე. რა ქვითარი, რა საბუთი, ჩემი დანაზოგი გაჩუქეთ მეთქი, ვისაც გინდათ კითხეთ. თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ ვისაც გინდათ. შენ მე იდიოტი ხომ არ გონი ვარ? მისამართი შეგეშალა. ყველას თავის ადგილზე დავსვა, მეჭვი არ შეგებაროს. გამომივიდა კეთილის ყოფილი. ასე არ ხდება თუ რა? მაინც რა ხდება? ვიღაცას 400 გამოუწერეს, აქედან 200 იმან დაიდოვა. ო, აი მეც მაგას ვამბობ. რას მიყურებ? მოიცა. აქეთ მოდი. მომისმინე, ადრე ჩემ ცოლს ხომ არ იცნობდი? რომელ ცოლს? რომელსაც ფული მიუტანე. სხვა ცოლი მე არ მყავს. პატივცემულ პისტის? ო, პატივცემულს. არა, არასდროს. შეგიძლიათ მენდოთ. ასეთი რამ როგორი ფიქრეთ, თავი ხომ კაცად მიგაჩნიათ. ამ კედლების მაინც შეგრცხვეთ. რას აკეთებთ? რა შუაშია შენი კედლები? მე ვინ ვარ, მთელმა ქალაქმა იცის, მაგრამ შენ ვინ ხარ, მაგასაც გავარკვევთ. პატივცემული პისტი. შევცდით მე და შენ. ხომ ხედავ ამ საქმიდან რა გამოვიდა? ამას ვინ იფიქრებდა? რა უცნაური არსება ადამიანები. ისას ვერაფერს გაიგებ. გამარჯობა. შეიძლება? გისმენთ?
სად რეკავთ? არ იცით რომ აღმასკომია? ბუდის გიხდით ხმაზე ვერ გიცანით. ინსტრუქტორი ვაშაკმაძე გისმენთ. დიახ, გისმენთ, გასაგებია. რა თქმა უნდა. ხვალვე გავარკვევ და მოგახსენებთ. თქვენ რა გნებავთ? გიგა ხაჩიძე გახლავართ. მობრძანდით. გთხოვთ? ალბათ ხვდებით აქ რისთვისაც გამოგიძახეთ. ვერ ხვდები? გუშინ სახამბერიძე იყო ჩემთან. მიჩივლა. ჩივილი რა შუაშია, უბრალოდ კაცს უნდა გაიგოს რა როგორ საიდან, სრულიად კანონიერი ინტერესია. მაინც რა ინტერესებს? ასე ნუ მელაპარაკებით. თქვენც კარგად იცით სახამბერიძეს თქვენგან რა ინტერესებს. იმ კაცს ყველაფერი აუხსენი. რა საჭირო იყო თქვენი შეწუხება? უნდა გიხაროდეთ რომ ჩვენთან მოვიდა და არა სასამართლოში ან მილიციაში. ახლა ყველაფერს გავარკვევთ. უფროსობას მოვახსენებ, სახამბერიძეს გამოიძახებენ, საქმეს ვითარებას აუხსნიან და წერტილიც დაისმება. გასარკვევი არაფერია პატივცემულო. ჩემი დანაზოგი 1000 მანეთი მივეცი მრავალშვილიანი ოჯახის მამას ერმინე სახამბერიძეს. ვაჩუქე. მაშ სახამბერიძეს თქვენი ფული მიეცით? დიახ, აჩუქეთ, ვაჩუქე. ვინმე სხვას თუ იცნობთ თავის ფულს ასე წაღმა უკუღმა რომ არ იგებდეს. არა, ფული მაინც სახამბერიძეს რატომ მიეცით? ვერ გავიგე? რატომ მიეცი სახამბერიძეს და არა ვინმე ვასო ხურცილავას? თქვენგან 3 სახლის მოშორები ცხოვრობს და მასაც 5 შვილი ყავს. მინდოდა უცნობს დავხმარებოდი თანაც. ვასო ხურცილავას ღმერთმა შეძლება მისცეს, ჩემი დახმარება არ ჭირდება. ერმინეს ადრე არ იცნობდით? არა, მისცოლს? არც მისცოლს. სახამბერიძესთან ვინ გაგზავნათ? ვიღაც გამლელს ვკითხე, ახლო-მახლო გაჭირვებული ოჯახი ხომ არ ცხოვრობს მეთქი. გაჭირვებულ ოჯახში რას გულისხმობთ? აი როგორიც სახამბერიძის ოჯახია მრავალშვილიანი. ესე იგი ოჯახის გაჭირვებაზე სახამბერიძის ცოლმა მოგიყვათ? არა, იმ ქალს მაგაზე არ ულაპარაკია. მასთან მარტო დარჩენა რაში დაგჭირდათ? მისთან, პისტისთან. არ მინდოდა ბავშვებს ფული დაინახათ. გალმა მადლობა გადაგიხადათ? არა. თქვენი აზრით რატომ არ გადაგიხადათ? არ ვიცი, მისი საქმეა. თუ გნებავთ მიზეზს აგიხსნით. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს სიკეთე არ არის. უпростоრად მოჩვენებითი სიკეთეა. ძალიან მინდა დავიჯერო რომ სახამბერიძის ოჯახს ფული მართლაც აჩუქეთ, მაგრამ ეს არ შემიძლია. გამოგონილი ამბავია. მსგავს ქმედებებზე ხალხმა დიდი ხანია უარი თქვა. მე ეს კარგია. არ ვიცი, მაგრამ იმ კაცს ვერ ვარწმუნებთ რომ ფულის ნაწილი არ მიითვისეთ. სულ არ მაწუხებს ერმინე სახამბერიძე ჩემზე რას იფიქრებს. ეს კი ტყუილია. ტყუილი. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კაცი თქვენზე რას იფიქრებს. ასე თქვენ ფიქრობთ. ბუდიში რამდენი წლის ბრძანდებით? 70 შემისრულდა. ამას აკამდე მიაღწიეთ და ამას ვერ ხვდებით რომ თქვენს ბრიყულ გულუხობას დღეს არავინ დააფასებს? ახლა სხვა დროა. მაინც როგორი დროა? ისეთია რომ ქველმოქმედება მოდაში აღარ არის. კაც რომ ფული აჩუქო, იგივეა რომ შეურაცხყოფა მიაყენო. წევით ახალგაზრდა. სიკეთე სიკეთეა და ის მარადიულია. საერთო სურათი გასაგებია. წვრილმანების დაზუსტება გადამრჩა. დააზუსტეთ ბატონო, რამდენიც გენებოთ დააზუსტეთ. როგორ მელაპარაკებით? ყველა რეაბილიტირებულს ვისაც გიცნობთ, ერთნაირი ტონი რატომ გაქვთ? თუ მიცნობთ, ისიც გეცოდინებათ, ამდენი წელი რისთვის ვიჭექი და რეაბილიტაციაც რატომ მომცეს? რატომ გონიათ, რომ მეორედ ვეღარ ჩაგსვამენ? თუ რა თქმა უნდა, რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდენთ. როგორ არ გწვენიათ? დაფიქრდით, ახალგაზრდაო. გთხოვთ, დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ, რას ამბობთ.
ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი